თუ ის თავხედი იცავს თავის ოჯახს და ხვდება იმდეს, რომ ის იცავს თავის ღირსებას, ესე იგი წესიერია. და თუ კი მაგას იცავ, როგორ მაგის დედავატირე დავიჯერო, ეს არ უნდა დაიცვა, ეს მხარე, თუ კი მაგდენი იცი, რომ უნდა დაიცვა ოჯახი რა, ის ოჯახი არ არის გარეთ, რომ გიბინძურებენ და აჯობენ გარემოს და შენი შვილები თამაშობენ, ეს არ უნდა დაიცვა, იგივე შენი ოჯახი არის გარეთ, რო ხარ, ყველაზე დიდი ოჯახი იკრიბება. ხო და აი ეს ყველამ უნდა დაიცოს, როგორც თავის საკუთარ ღირსებაც იცავს, ის თავხედით თავს რომ იმე დაესხას, უეჭველი თავს იცავს, იმიტომ რომ თავის ღირსებას იცავს და რაღაც მაგდენი ესმის, ესე იგი ისიც შეუძლია რომ შეიგნოს, რომ ეს დასაცავია. და ამას რომ შეაგნებინებ და აუხსნი ასე, ის უეჭველი მიხვდება მაგას, მე ვფიქრობ რა. მიხდი ეხლა შენ თუ ამას განუმარტავ, რატომ უნდა დაიცოს გარეთ ეს წესი? ანუ აი ეს ეხლა როგორც განმარტეთ, რომ როგორც შენ ოჯახს იცავ, თავს რომ დაგესხას ვიღაცა და დაიცავ და ის ღირსებას იცავ, აბა თუ მიეცი საშუალება რომ ოჯახი დაგიქციოს, ღირსება ის რაღან იცავ, ესე იგი ღირსებას იცავ და წესიერებას, ანუ შენს წესიერებას იცავ და თუ მაგდენი გესმის, ესე იგი იმდენიც უნდა შეიგნო, რომ ისის დასაცავი არა, იმიტომ რომ ისის ჩვენი არის.